მილიონერების სოციალურად დაუცველთა ბაზაში ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორებმა სიების გადამოწმების შემდეგ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 1402 ოჯახი აღმოაჩინეს, რომელთა წლიური შემოსავლის ბრუნვა 50,000-დან მილიონ ლარამდე აღწევდა. საგანგებო ბრიფინგზე სპეციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე კინქვაძემ განაცხადა, აღნიშნულ პირებს აგვისტოს თვიდან შეუჩერდებათ მათი საქმეები და შესასწავლად ფინანსურ პოლიციაში გადაიგზავნება. შემოსავლების სამსახურში ამოაბეჭდით ინდივიდუალურით რეგისტრირებული და წლეულმა ბრუნვამ შეადგინა 226,571 ლარი. ჯარში წავიდოდა მანამდე ძმაკაცი ყავს, რომელიც დისტრიბუტორად წაიყვანა, რამდენიმე თვე იყო და საერთოდ იფქში და მე ჯარში კი სავარჯიშო ცენტრი როგორ სასეთი ჩემი არაფერი არ არის, უბრალოდ ჩემი სახელზე არის გაფორმებული. ჩემი თუნდაც აღიარეს და ადასტურეს იყო ფორტ ერთი ოჯახი, რომელიც გადახვდა თვითონ ეს პიროვნება თვითონ არ დახვდა და დახვდა. ამ განაცხადა, რომ უბრალოდ დროებით მუშაობდა ჩემი ძმას სხვა დაწესებულებაში, სადაც ორგანიზაციაში და რაზე ახდება არ ვიციო. რადგან სხვა ადამიანებია, რომ წარმოედგინა დოკუმენტაცია ამას და რა შეიძლება სხვა ოჯახის ყველამ დაადასტურეს, რომ მართლა არის მაგაზე გაფორმებული. ერთხელ აბარებენ შემოსავლების სამსახურს თავიანთ დეკლარაციებს, ამ ჩაბარებული დეკლარაციების მონაცემების საფუძველზე მოხდა გადამოწმება. წინა წლებშიც ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ეს არ ხდებოდა.